გამარჯობა ჩემს. ის რუბენ მე რამდენად მე არ თამაში. ურადრები დააკვირდი თანაფიშებს. თუ სადმე ნახავ თეატრის დირექტორის ძოლი ნიკოლ გიზის გვარს. ჩვენ ამას ვერ ნახავ. რამდენჯერ ვითამაშე მიან თეატრში, რომელსაც ჩემი გვარი ხელმძღვანელობს ერთადერთი როლი ვითამაშე. და ამ როლში შემამჩნიეს. ვითამაშე იმიტომ, რომ ყველა მოარი თქვა. თავი მოვიკარი რათა ყურადღება მიმექცია. ლაგიარე. ამ როლში ბევრი საკუთარი თვისებები ჩავდე. პოლონური აქცენტით მეტყველებდი. ეხზე მეთევზის შექმები მეცვა. თავზე სემინარიული შლაპა მეყვრა. სულ 3 დღე მიდიოდა წარმოდგენა, მაგრამ შემამჩნიეს. რობერტ! შემამჩნიეს! რობერტ! როგორ დღეს უნდა ვნახო და აუცილებლად ვეთქვი შენ შესახებ. აუცილებლად. შენ ხო იცი რომ შენი გულისთვის მე ყველაფერს გავაკეთებ. აბა? მე მგონი დათანხმდება. კი. აბა კოსტი შემოკარგო. ვერ გავაგებინია ხალხს რომ როლების განაწილება მიიღო. ჩემი საქმეა ხელფასი, სინათლე, გაზი, გათბობა, ეს როლების განაწილება ჩემ ფუნქციებში არ შედის. ფარდა კიდე ვარ. ფინალისტმა ფარდა გახსენი, ფარდა. ყველაფერი ჩემი დასაკეთებელია. ფარდა გახსენი, ფარდა. ნამდვილი მერჩანი ხარ, იმიტომ რომ ყოველგვარი სიტამამის გეშინია. მომეცი უხდება ჩოვკიო მაყურებელს უყვარს, როდესაც უწია რობერტ, ეს მასაც სჭირდება და მეც. ოთი ფასა შემჩონივრად იცი, როგორც კი გამოჩნდება რა იმის. მაშინ მე მისცემ სხვას. იმიტომ რომ შენი ცოლი ვარ. აი რომანი რომ გქონოდა ჩემთან მაშინ ათამაშებდი. არასოდეს არ ვიცი როლი იმისათვის, რომელსაც რომანი მქონია, არასოდეს. უი. აბა მაგალითად თუნდაც მე. ის აი, როცა მე აშიყებოდი და მე კურკულებოდი, სულ თამაშობდი. მაგრამ როგორც კი დამქორწინდით, მორჩა გათავდა. არა. ვიღუპები, ნამდვილად ვიღუპები, თამაში მინდა. თამაში, როლი. რომელი. სულ ერთი და იგივე. რომელი ძირფასო, რომელი, აი, ახალ პიესაში საშენო, არაფერია. ხო მეთაყვი. არაფერი გარდა მთავარი როლისა. შენ კარგად იცი, ამას მეც ვფიქრობდი, მაგრამ ერე მეტად კატეგორიულია, მას მადამ ლუსიანი უნდა და დანიშნა. ლუსიანა, ლუსიენი. არა, რიჩი მჯობია, მე სიმართლე მიყვარს. მე სიმართლე მიყვარს, როგორც მსახიობი მე ვიჯობია. მაგრამ აქვს რაღაც ისეთი, რაც შენ არ გაგაჩნია. ნება მიმოდეთ კითხოთ, რა არის ის რაღაც, რომელიც მხოლოდ მას გააჩნია? შინაგანი იდუმალება. შექსპირისეული თქთოვა. შარავანდი. მოდი, შარავანდი. შარავანდი? და მე შენი საზრით შარავანდი არ გამაჩნია? გაქვს, მაგრამ სხვანაირი. რობერტ! რას გეკამათები? ხო ვიცი რომ ერვეს პიესაში მაინც ლუსიანა ითამაშებს. და არა მე. სხვა თეატრში. სხვა თეატრში მაინც შემეძლოს თამაში. მაგრამ არა, იტყვიან თუ იქ დირექტორის ცოლს როლს არ აძლევენ. ესე იგი ვარგისია.
იგი მინდა ვიწოდე სცენაზე. 9 წელი გადავიძრო. ამის ფამაგურებაში თამაში მიზაგესმის თამაში. უნდა ცხვრის მარკო ვიმანჯო. ვასლუკინო ბაროსთან. პიტოერთან ბულბული გავახმოვანო. რაღაც უნდა მოიფიქრო, რაღაც უნდა გააკეთო საკუთარი ცოლისათვის. რობერ, ერმეს პიესა ძალზე მოკლია. მე მინდა ფარდის წინ ერთმოქმედებიანი, ერთროლიანი პიესის გათამაშება და ერთადერთ როლს მე ვითამაშე. ერთმოქმედებიანი ფარდის წინ. ერვეს ზაფხულში უნდა დაეწერა. მე არ დაწერა. რეპეტიციები დღეს იწყება. სწორად ამიტომ ველოდები ერვეს. შენ თვითონ გადაწყვიტე, ხომ ხარ თეატრის დირექტორი, ფაქტის წინაშე დააყენე. უთხარი ერვე? მე მინდა. ჩემმა ცოლმა. მარიოს გულახდილობა ითამაშოს. მაგრად დაუდეკი. დააგრძნობინე, რომ ამ თეატრში მარტო ის არ წლեց ყველაფერს. რა თქვი? რა მითხარი? მე გითხარი რა მითხარი? მინდა ვითამაშე მარიოს გულახდილობა. ახლა მეუბნები ამას. უწინ რომ ეთქვა, რაიმე საწინააღმდეგოს მოიფიქრებდი. არა, ასე დამდგარად. ან მთელი წლით დამდურება, ან მარიო. დამდურება, ოღონდ ეგარ. წავს ჩავიგუბებ პირში თევზივით, არავითარი ცხენლი, არავითარი წყანდალი. ტანჯურის სახით ვივლი, მარტო ეს გადაგიყვანს ჭკუიდან. ასე დამდგარად. ან მთელი სეზონი დამდურება, ან მარიო. მარი. მოსაყარელო. ვერც ვიხსენებ რამდენი წლის ვიყავი, მაგრამ საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც ეს სპექტაკლი გავაკეთეთ. ეს იყო არჩეულებრივი პიესა, ზოგადად პროვინციულ თეატრზე, სადაც ბევრად უფრო საინტერესო სპექტაკლები ხდება კულისებს მიღმა, ანუ იქ, სადაც მაყურებელი არ იხედება, ვიდრე ის სპექტაკლი, რომელსაც საბოლოოდ არტისტები თამაშობენ. აი რა ხდება თეატრის მიღმა, რა ინტრიგებია, ვის ვინ უყვარს, რატო არ უყვარს, ვინ რას აკეთებს იმისთვის, რომ როლი მიიღოს, როგორ უნდა მიიღოს. რეალურად აი ამაზე ეს პიესა, სადაც პატარ-პატარა ესეთი ადამიანური სისუსტეებია გამოვლენილი, რომელიც, საბოლოო ჯამში ქმნის იმ კომედიურ გარემოს, საბოლოოდ ფიქრობ ღირს თუ არა საერთოდ ამ სფეროში არსებობა, თუ ესეთ პატარ-პატარა სისულელებზეა აწყობილი ურთიერთობები. აი სწორედ მაშინ ალბათ პატარა ვიყავი, ჩემთვისაც ახალი აღმოჩენა იყო ეს, ბევრ რამეს შევეხალე და ეტყობა ეს რაღაცა ესეთი აქტუალური სათქმელი მეგონა და ამიტომ გავაკეთეთ, ეს იყო და ეს. ეს იყო ძალიან ისეთი საინტერესო ფრანგული კომედია, ისეთი ემოციური, აი რაღაც შამპანიურებით, რაღაც ერთი ფეერვერკებით მასალა იყო. მაგრამ სპექტაკლში იყო სცენები, რომლებიც იყო აი საკმაოდ ტკივილიანი, მაყურებელს ცრემლსაც გვრიდა. ეს იყო სპექტაკლი თეატრის შიდა ცხოვრებაზე. სადაც ბევრ კარგ ემოციასთან ერთად, ბევრი ტკივილია, ბევრი იმედგაცრუება, საოცარი ნერვიულობა. უკვე მომენტებიც იყო ისეთი, რომ ჩვენ ძალიან ნერვიულობდით ახლა, იმიტომ რომ მაინც კომედია საკმაოდ რთული ჟანრია, მით უმეტეს, როცა ეს არც თუ ისე ერთმნიშვნელოვანი სპექტაკლი გამოდის, იმიტომ რომ ახლა ხო ამბობ იყო ისეთ საკმაოდ რთული სცენები,
და სულ ეკითხებოდით აი მაგალითად ბატონ ნოთარს, აი რა ვქნათ, როგორ გავაკეთოთ ისე რომ არც გადავამეტოთ და ისეთ მოსაწყენიც რო არ იყოს. გაეცინა ბატონ ნოთარს და თქვა, იცი რაო, რაც შეიძლება უპასუხისმგებლოდ ითამაშო, მე ჭყალებში რა თქმა უნდა. ნუ იფიქრებ მაინც და მაინც შედეგზე. აი მიუშვი ბოლომდე ემოციას. მე რა თქმა უნდა, ეხა რეჟისორი ისეთია, რომ ყველაფერს ზედმეტს მოაშორებს. იუმორით იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. ცოტა სევდაც იყო, იმიტომ რომ ძირითადად მსახიობზე და რეჟისორზე არის იყო ეს პიესა. სადაც ცოლი იყო მსახიობი და ქმარი იყო რეჟისორი, რომელიც გამდა და რაღაცა ხანდახან როგორც ხდება ხოლმე კონფლიქტები ხდებოდა ხოლმე შიგა და შიგ მსახიობსა და რეჟისორს შორის. რეჟისორი ყოველთვის ყველა დამეთანხმება ამაში ანთებული უნდა იყოს მსახიობის მიმართ, ვისთანაც მუშაობს. თუ არ არის ანთებული და თუ არ მოწონს ის არ უყვარდება მსახიობი, ბუნებრივია მასთან მუშაობა არ შეუძლია. და ასევე მსახიობსაც უნდა ჯეროდეს და უნდა უყვარდეს ის რეჟისორი, ვისთანაც მუშაობს. ეს ახლა იქიდან გამომდინარე დავიწყე ამ სიტყვების ლაპარაკი, თვითონ პიესიდან გამომდინარე და იქ რაღაცა კონფლიქტი ხდება, რომ უკვე ამ რეჟისორს უფრო ახალგაზრდა მსახიობი მოწონს და ეს უკვე ხანდაზმულს ვერ ვიტყოდი, მაგრამ უკვე ბევრი დროის მატარებელი, ბევრი დროის გავლილი ადამიანი, ანუ მსახიობი, რაღაცა იქ ისე კარგად ვერ ხდება და ამიტომ აქ რაღაცა კონფლიქტი ხდება. ნუ მოკლედ იუმორით იყო გაჯერებული. ცოტა სევდაც ახლდა თქო გააღვნიშნე და რაღაც საინტერესო იყო. საინტერესო იყო იმით, რომ ჯერ ისეთი მაყურებელი ყავდა ყოველთვის. და ალბათ მოდიოდნენ ბატონი ოთარის და ქალბატონი გურანდას სანახავთ. მე მთავარ როლებში ეს ორი ადამიანი იყო. ეს სპექტაკლი, რომელიც დათო დოიაშვილმა დადგა, ჟან მარსანის პიესა, არაჩვეულებრივი კომედია და იცით ისეთი ბედნიერები ვიყავით ყველანი, რომ ამ ახალგაზრდა ბიჭთან, რომელმაც უკვე დადგა და მოვიდა თეატრში და გააოგნა ოთარი, იმიტომ რომ მასთან დადგა მეფელირი. და მეფელირის დადგმა არც ისე იოლია და არც ისეთი, ნუ როგორ გითხრათ, წყალში გადასაღრელი. ეს იყო არაჩვეულებრივი სპექტაკლი და ამიტომ დოიაშვილი დათანხმდა იმაზე, რომ დადგავდა რამდენიმე სპექტაკლს, როდესაც ჩვენ მოგვინდებოდა. და დადგა მართლა აი ეს სპექტაკლი დაგვიძახა ყველას, ვინც განაწილებულები ვიყავით, ყველანი ძალიან გახარებულები ვიყავით, რომ ასეთ ნიჭიერ ბიჭთან მუშაობდით და ძალიან გვიხაროდა. ყველას მოწონდა პიესა. ყველა ბედნიერი იყო თავისი როლით. პირველი ალბათ რაც მახსენდება ამ სპექტაკლთან დაკავშირებით არის ის, რომ მე და დათო დოიაშვილი მეგობრობდით, კურსელები ვიყავით ინსტიტუტზე, მაგრამ ეს შეხება როგორც რეჟისორს და მსახიობს არასდროს არ ქონია და პირველი შემოთავაზება, ასე ვთქვათ, ჩვენი ერთობლივი მუშაობის იყო აი ამ სპექტაკლსა და ვიყავი ძალიან გახარებული და ბედნიერი, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან ნიჭიერი და საინტერესო და ნუ ყოველთვის მსახიობს აქვს ეს მოლოდინი, რომ აი ოდესმე შედგება ეს ასე ვთქვათ სამუშაო პროცესი და მართლაც ძალიან კარგი იყო და კარგად გმახსენდება. მართლა მნიშვნელოვანია ვისთან მოხვდები. ზოგჯერ აი იმაზე მნიშვნელოვანიც კი არის გამოგივა თუ არა როლი, იმაზე მნიშვნელოვანიც არის სპექტაკლი ისეთი აი ამ კამპანიას ასე ვთქვათ, ხო, ამ რაღაც აი ვისთან ხვდები პარტნიორებს, რეჟისორს, მხატვარს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ეს აი ზუსტად ის შემთხვევა, როდესაც შემიძლია ვთქვა, რომ აი რაღაცა შედგა ძალიან მნიშვნელოვანი ჩემ ცხოვრებაში. საშინელება. ვერ გამიგია რატომ აძლევ თავისუფლებას. რომ ხდება რა დავაშავე? არის ძირა ხდება ფოიეში. რა ხდება ფოიეში? რა ხდება ფოიეში? რა ხდება ფოიეში? მალე მო მალე მორჩება ეს? მალე მორჩება? რას იმეორებ ჩემს? რას იმეორებ ჩემს? შერა დამცინი თუ რა? მე რას ამოფსიჩოცხლე კი არ მომბეძებია. გოდა რა ხდება ფოიეში? ფოიეში. ერთხელ კიდევ რომ გაიმეორო ფოიეში, ადგილი უნდა გაგაკრო. ფოიეში. შენ თეატრში ერთი ფოიეა. ერთადერთი. და შენ კარგად იცი რა ხდება ფოიეში. რა თქმა უნდა მან არაფერი იცის. გოგონები მოვიდნენ და გასინჯვა სეუდებია.
გოგონები კაჯები მე გთხოვე ნამდვილი გოგონები ნორჩები გვრიტები ჯეჯილები შენ კი ვის მთავაზობ ვის ხედავს ჩემი თვალები სადესანტო ბატალიონი ვამპირთა ხროვას რომელმაც ლავის სისხლი გამომწოვა ერთი მათგანი ეგრეთ წოდებული გოგონა აი აქამდე კაბით თავით მეცა მუცელში თან გაიძახო და მორცხვი ვარ მეორე ინტელექტუალმა თავისი სათვალიანი თვალებით გავხვრიტა და მოლიერს მეძახდა ერთი პირდაპირ ცოფიანი იყო, ნამდვილი ცოფიანი ლავაზიკია, ეგოხერია კაბა გადაიცრა და ხომ წარტაცი ვარ მიკაცილე, ხომ წარტაცი ვარ თქვენ გეცილებათ და ერთი მე ვკითხეთ თუ დავაშავე შევსთი რომ გავუჩერდი არასოდეს გავუჩერდეთ ქალბატონების ხროვას გასინჯვის წინ დამესიენ პიესას გლეჟდე ხელიდან პირდაპირ რაგბის შეტევა მომიწყეს შერკინება და პიესას მოვთივით გამოეკიდნენ კიდევ კარგია დროს ტულონის გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვთამაშობდი წინ გადავიხარ გავარღვი ეკადემი მოწინა უდეგე მოცელე და ბურთი პირდაპირ ჩათვლის მოედანში დავდები. დაკარგით რამე. მე აქ მოვედი, რათა მომისმინოთ. მისიე. მეტრ? დიახ. მეტრ. ამოდით. გამოდით. ვინ შემოუშვა? მე არ ნამდვილად ნიკოლი შე? არც მე. არც მე. ჩემო ძვირფასებო მართალია რბილი ხასიათი მაქვს, მაგრამ არ მიყვარს, როდესაც მამა იმოვა. ვინ შემოუშვა? თუთ. ვინ მოიყვანა? მე გადმოდი. და აქ მოდი. გენიოსი ხარ, ქრისტიან. შენ იგზავს მიხდი რომ ეს ანგელოზი ზუსტად ჩემი პერსონაჟია. რა უნიჭოები ხარ. ეს არის დირექტორი, ესეც მისი ცოლი, ესეც ჩემი ვაჟი. ვერსი ამჩნიეთ არა, ასეთი არსება. თეთრი ხელთათმანები, ვარდისფერი ქუთუთოები. ნუ თუ კიდევ არსებობს ასეთი რამ, ნუ თუ კიდევ არსებობს ამ ქვეყნად სიწმინდე, სიბიწოება, უბიწოება. ჩემს აზრით საცოლით შესაძლებელია ქალი იყოს სახიობი და სრულებითაც არ გავდეს. ზვიგერს. მადლობელი ვარ რომ გავახსენეთ, თორემ უკვე თვის შემეპარა. თქვენი სახელი? ფრანსუაზა ვატო მე. ნამდვილია? არა. ვატო, ეს უფრო კეთილად მჟღერი გვარი უნდა მოვიგონოთ. ფსევდონიმი მის დარჩი პირდაპირ გენიოსი ვარ, ვატო. თუმცა რატო? არც ისე ურიგვა. რა გითამაშიათ? მნიშვნელოვანი არ. დებიუტისთვის ემზადება. შენ რა სეირნობდი მამა.
პირველ რიგში ხომ სწავლობთ? დიახ, კურსებზე. ვისთან? მადამ გაბრიელა ტრისტანთან. რა გამომეტყველება გაქვთ? შეულებრივი. ჩვეულებრივი, ანიშნებდით, რომ მას ეს არ უნდა ეთქვა. არავითარ შემთხვევაში, ჩემო კარგო, გაბრიელა ტრისტანი ჩემი პირველი ცოლი იყო. იცი მეტრ, ეს ყველა ვიცი. ევროპა ვიცის, ჩემო კარგო, თელმა ევროპა. ერთ სიტყვით, მომწდით თავიდან და მარტო დავტოვეთ ამ ანგელოსთან. რეჟისურა რეალურად რაც დრო გადის მით უფრო რწმუნდები რომ პრაქტიკაა და ცხოვრებისეული გამოცდილების რაღაცა ერთობლიობა. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და ჩემთვის ეს იყო უზარმაზარი, აი მართლა ძალიან დიდი გამართლება, არ ვიცი, შეიძლება ესეც ითქვას, იმიტომ რომ აღარაფერს აღარ ვამბობ გენიოს არტისტზე, რომელსაც ბატონოთ არ მეღვინეთ ხუცესზე, იმიტომ რომ ეს მართლა წარმოუდგენელი არტისტი იყო და ალბათ საუკუნეში ერთი თუ დაიბადა ესეთი ძალიან კარგია და უმართლებს ხოლმე ქვეყანას. ნუ ეს ხო არაჩვეულებრივი არტისტი და მარტო მასთან ურთიერთობად მიიღებს ყველაფერი მე პირადად. მაგრამ ნუ გარდა ამისა ძალიან ბევრი არტისტი თამაშობდა, ძალიან კარგი არტისტი, ძალიან რთული იყო რეპეტიციების პერიოდი, იმიტომ რომ ამ რეპეტიციებშიც რაღაცები გავდა იმ პიესას, რომელსაც ვდგავდით, რომ არ დაგიმაოთ. ამიტომაც თავისთავად გარკვეული ხიბლიც ჰქონდა ამას, რაღაცები შეიძლება ითქვას პირდაპირაც იყო გადატანილი. მაგრამ ნუ ჩემთვის იყო უზარმაზარი გამოცდილება და მე მართლა მადლობელი ვარ ბედის, რომ ამ ხალხს შემახვედრა და მომცა საშუალება, რომ მათთან ერთად მემუშავა, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ჩემი რაღაცა გარკვეული ზრდადობისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარი იყო. ბევრად უფროსები ვიყავით, რა თქმა უნდა. ზოგიერთების გამოკლებით დათოსთან, მაგრამ ჩვენ აი ეს ზღვარი მსახიობსა და რეჟისორს შორის არ წაგვიშლია. პირიქით ეს ახალგაზრდები ეძახდნენ დოი, ასე და ჩვენ ვეძახდით ბატონო დავით. იმიტომ რომ ძალიან ახალგაზრდა იყო და ვცდილობდით რომ ეს დაძაბულობა ჩვენ შორის არ ყოფილიყო. საერთოდ რა თქმა უნდა ძალიან თბილად გვახსენდება ეს სპექტაკლი, იმიტომ რომ საკმაოდ მასალაც საინტერესო იყო, მთელი შემოქმედებითი ჯგუფი იყო საოცარი. ჩვენ მაშინ მე, მანანა კაზაკოვა, ნათია გუბენკო პრაქტიკულად დამწყებები ვიყავით და უცებ ჩვენ უწევდით პარტნიორობას ოთარ მეღვინეთუხუცეს, გურანდა გაბუნიას, ქეთევან კიკნაძეს, ლეო ანთაძეს, ავთომიკაძეს, ქეთი გეგეშიძეს, ლიკა ქობულაძეს, ბატონ გივიჩ უგუაშვილს, რა ვიცი, აი საოცარი შემადგენლობა იყო და რა თქმა უნდა ძალიან ნერვიულობდით და ისეთ მხარდაჭერას ვგრძნობდით აი ამ მსახიობებისგან, განსაკუთრებით ჩვენ ახალგაზრდები. დაამთავრე. შეიძლება შემოვიდე ჩემს კაბინეტში. რა გაეწყობა კაბინეტის შენია და ხომ ვერ წავართ? რა იქნები კაბინეტად? ხელშეკრულება გაუფორმეთ ფრანსუა ზაბატოს. აკას! რა კარგია! არა, ეს მე არ მეხება, ეს მე სრულებითაც არ მეხება, მაგრამ მე მგონია რომ კარგი აზრია. ნამდვილად არ მეხება. ვერ გაგიერას ხტუნაო. მე ვხტუნავ, იმიტომ რომ ახალგაზრდა ვარ და ფიცხი. არა. გონია რომ ეს ლამაზი გოგო მთელი თვე ხვირწინ გეყოლება და შენსაც გაინახდებ. ფრანსუა ზაუფრთილი ეს ისეთი მუსუსია. არ შენაკლებ ხელს მამა. მიფრთხილდი. დღეიდან მისი მფარველი მე ვარ. შენ კარგად იცი ჩემი მეთოდი მუშაობის დროს მხოლოდ საქმეს სხვა არაფერი. აქედან დასკვნა რომ დაგინახო მისთვის გამარჯობა ნახონდის გარდა რაიმე გიქვამს. თეატრს დაემშვიდობთ. ეს პიესა მომიტანე.
მართლა? არა. შეხტი? რა შეხტი? გამოწვდი. იმიტომ რომ ახალგაზრდა ვარ და ფიცხი. აი. განცილის. გაზღვევინებ. Yes. ასე დამრიგად რასვაზა საყვანით საკიოფთა შესანიშნავი ჯგუფი შეიკრა დიდებული ბონაპარტე იქნება სანტიაგი ისინი კი მთელ პარიზში ერთადერთია რომელსაც შეგვიძლია გამხოტოს ჟოზეფინას სიმტკიცე სირბილე იდეიდუმალება მისი შარავანდი ებრობერს კითხე მისი აზრით ლუციანა შარავანდი აქვს რა სამოფარავით არის შარავანდი არა აქვს მეც ასე ვფიქრობ მას ნათელი ადგას ლუსიანა შედა აქ არის შენთან უნდა ლაპარაკი რა დროს ლაპარაკია ნახვა მინდა ეგ მაგას არ უნდა ხო? Алло? Люси. This გაიგე ხალხი გულებას რომ ხელსაწერდი არის ცოდი ჩაუში დაღლა პასუხი უნდა ვაგოთ ყველაფერი ჩაუში რა პრემიერის თამაშსაც ვერ შეძლებ რა გიჭირს გაგიბლის 4 თვის შემდეგ ეხსნება თო აი მე რა სისულელებს ვეუბნები ლუსი თითქოს ჟოზეფინა ბარასისაგან ელოდება ვარს ბიჭს კარ შესმეც ვარ არის ვათამაშე ესენი კრაული ტემპერამენტი გჭირდება ვაშპროტებული ვარ მსახიობმა კალვანი აგვისტოს ბოლომდე უნდა იმ შოფიაროს ამ პროფესიაზე უარი თქვას გაუგრებული ვარ მაინც კოცნი ერვე რა ბედნიერება ერთი მე მითხრა ესე იგი რაც დამპირდი არ გადათქვა ესე იგი ამ როლს მე ვითამაშებ რა თქმა უნდა ერვე მოდი გაკოცო გადავკოცო ერთმანეთი ყველამ გადავკოცოთ ერთმანეთი აიღე პიესა წადის არემე ძირში დაიკითხე როლი ერვე რა ბედნიერება ლუსიანას ეყოლება ბავშვი მე მექნება როლი აი ნახა ვერვე ნახა როგორი დედა მიქნები ახალ შოვინისათვის რასასიამოვნო ასე რომ გაახარებ ადამიანს მაგრამ საქმე ამით არ დამთავრებულა ჩემო კარგო როდესაც შენ ცოლს ეთყვი რომ ის ამ როლს არ ითამაშებს მე ვეთყვი რა იყო ბოლოს და ბოლოს ვინ არის ამ დირექტორი ოღონდ ისეთი სახელი უნდა დაუპირისპიროთ რომ ვერც კი იკითხოს რატომ მე არა ძნელი გადასაწყვეტია საუკეთესო მსახიობები როგორც წესი სეზონის დასაწყისშივე დაიწყო დედა ჩემის კარგად
როგორ თუ გარდა? შექსპირი? მართალია, ლედი მაკბეტი უნდა ეთამაშა, მაგრამ თარგმანი არ მოეწონა. თარგმანი არ მოეწონა. 4 მთარგმნელი გამოიცვალა და სულ ამაო. 4 მთარგმნელი როგორც ეთქობა? გაბიელა კარგი ფორმაშია. გულინს ხდება ასე უსაშველოდ რომ დავცინდით. არც ისე. არა, თუ საშველოდ. მიდიორმეთ მივდივარ შენგან მაშინ ხედავთ თოვლის დედოფალს თამაშობდა მარგარიტა მოტიერო მეტავაშა ის თვალზე ცრემლი არავის გავკვირდებოდა მაგრამ იმ გულფა დედოფალს თამაშობდა და აი ეს არ მაპატია გაბრიელა ეს პიესას დახმარდა რა წარმატება ორი ტიტანი შერიგება 1,700,000 მოგიდა 1,700,000 არის ისე შეურაცხყოფა, რასაც მაგაცი ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიიღე. 7 წლის შემდეგაც კი? 100 წლის შემდეგაც. სად არის დედაში? აკაკი ქაგვაჩევსა დაურეკა. ალო Madame Bali, დედიკო თუ შეიძლება სასტარტო. დიახ, მადლობა. შემთხვევაში რომ მეაკავა ეს რომერის იდეა, უარი შემთხვევაში თავი თვითონ დაიწერინე. ალო, დედა მე ვარ, მე ვარ. ხო, ჩემი ინიციატივით გირეკა. მამას პიესაში ხომ არ ითამაშა? როცა დაწყნარდება მითხარი. ხო? არა. კი. არასოდეს არსად ისე კარგად არ თამაშობდი როგორც მამაშენის პიესებში. 5 პიესა 5 შედევრი. მამა მაიღოს ოქრომი. არა, დარწმუნებული ვარ მანდვე არის. მამა ჩქარა. ალო. მიაკარა ვარ. შორს არის. აქეთა მამა, სად არის? შორს, ნახე. კატარი ატენა. ამის მოსვიდო. მე ყოველთვის თამაშობდი სახასიათო როლებს. ესეც მიმაჩნია, რომ ეს როლი სახასიათო იყო. აი, იქ არის რაღაცა ცეკვები, რომელიც ქორეოგრაფს არ გაუკეთებია. ეს იყო, აი როგორ გითხრათ, აი ჩემი ხასიათიდან, ამ როლიდან გამოსული, ასე ვთქვათ. მოკლე პატარა ცეკვებია, მაგრამ არ ჩემი გაკეთებული. პირველში ვიტყოდი იმას, რომ თვითონ სპექტაკლი მერი და მერი რაც გულისხმობ, აი ძალიან მომწონდა რა, უბრალოდ მიყვარდა რა, არის რაღაცა რაც გამოგივა, აუშვათ მსახიობს და თან ის ანსამბლი იყო ისეთი, რომ აი ძალიან კარგად უზნობდი თავს. მოკლედ კარგად მახსენდება ეს რეპეტიციების პერიოდის შენებს სპექტაკლებიც.
აი დათო რომ მოვიდა, ხო? ნუ ახლა ასე პირადად არ ვიცნობდი დათოს. და სამწუხაროდ არც სპექტაკლი მქონდა ნანახი. სტუდენტობაში გააკეთა გახმაურებული სპექტაკლი იყო იქ ინსტიტუტში. ვიცოდი, მაგრამ ნახვით არ მქონდა ნანახი. ხო და ნუ ახლა როცა ეს განაწილება რომ ნახე, ხა წარმოდგენა არ მქონდა, ნუ გმირის ბავშვით რა იყო, ვინ იყო. ხო და ნუ რომ დავიწყეთ პირველი რეპეტიცია. აი იცი როგორი სუბუქი კაი გაგებით რა სუბუქი ადამიანი რეჟისორი რა აი ესე იგი არასოდეს არ აკეთებდა იმას რომ რაღაცა კომპლექსი გაგჩენოდა რა თან რაღაცნაირად აი უცებ მე მომაწოდა პირადად აი იმ როლში აი ესეთი ორი სიტყვით მითხრა ის რაც მე მოხდა ჩემ განსახიერებულ როლში რომ უბრალოდ ჩავავლე იმას რაც იმან მითხრა იმ ტიპაჟის შესახებ. ხო და მე აი იქიდან აეწყო ყველაფერი. შენი პიესა. ძვირფასო მეგობარო. გულს վել პარტიებს ჩემ ვითან აგრძნობ, მაგრამ მოგიდეთ ხელი თქვენ ძვირფას მეუღლეს და მომაცილეთ. ეს მომახდეთ. სალამი ჩემო ძვირფასებო. მაპატიეთ, ყველაფერი ჩემი ბრალია და მაგვიანდა. მაგრამ რა ვქნა, ვერაფერს ვერ დავახციე თავი ჩემო ძაფებს, სულ ვეჩიჩინები, რატომ კლავ? რას მოიგებთ მეთქი ჩემი სიკვდილით? ერვე, როგორ დამრგვალებულ ხარ? არა, გიხდება კიდეც, მაგრამ იცი რა, თავს მაინც უნდა მიხედო, თორემ ფრები ჩამოგივარდება, მუცელი და გედება. არა, საშინელება, ხო, შვარცენეგერი. შენ სულ ახალგაზრდები და ახალგაზრდები. 70-საც არ მოგცემს კაცი. მე 73-ს ვარ. მართლა? ერთის მიმართე ციროზი ვიდეო საშინა. არა. უნდა შემრაუსა. ну то есть ангелოზი შენი ცოლია მერტო ჩემო თქვენ ჟიზელი ხართ ჩემნაირი ხალი დატოვა თქვენნაირი შეირთო რატომ რა კანონის ძალით არ მითხრათ ორივე ღირსი იყო არ გეტყვით როგორ დამაწყნარე არაფერს გეუბნები, იმიტომ რომ რაიმე რომ გითხრა. მორიგი სისულელე იქნება. თუ ეს არ წავა აქედან მეწავა. მამა, დედა მომისმინეთ, ერთი წუთით ყური მედამიგდეთ, ერთი წუთით. 30 წამს გაძლევ. აი 35-საც არ იმედებს. ბავშვობა ჯოჯოხეთში გავატარე. ყრმობა, სიმწიფეს ზღურბზე კი მშვიდობას მოვითხოვ, მშვიდობას. მშვიდობა. მოდ, ერვე, როგორ ახლა საფარელო. წავიკითხე შენი პიესა, იცი? წავიკითხე, მართალია, ხო, ავანგარდისტულია, ახალგაზრდულია, მაგრამ არც ისე ცუდია, უნდა გითხრა. ეს ერთმოქმედებიანია, ეს ის არ არის, მაგრამ მე როგორ შემომთავაზე? გიჟივით გამოვარდი სახლიდან, მოვარდი აქ და ეგ თეატრთან, რაღაც პატარა თრიუმანმა სულ ამომაგდო კალაპოტი. მაინც რომელმა? არა, არ მინდა თქვათ, რომ გაბრიელ პატივმოყვარეა. მაგრამ იცი, მე ეხლახან დავბრუნდი საზღვარგარეთიდან, სადაც ჩემმა დიდმა ტურნემ ტრიუმფი ჩაიარა. მადლობ. და ყველა თეატრში, სადაც კი ვთამაშობდი ყველგან,
თეატრის დირექტორი ხდებოდა თეატრის კართან. რომცოდო. არა რობერ, არ გადადაშაულებ, არა ჩემო საყვარელო, მაგრამ ძველ მეგობრებს შორის რას ლაპარაკობ, მაგრამ იცი რა, გამოგიტყდები, ყურადღების დეფიციტს გაქვს. გაბრიელა, შეხედიან მაიმუნებს, შეხედიან პატარებს. აი გამანები ვრეს. რა გამანები ვრეს. და მე ჩემი სისულელეს ერვე აბაც აღმოიდგინე. ავსტრალიაში, მელბურნში 1000 სტუდენტმა ორთქმავალი მოხსნა და თვითონ ამის სოლოდან მატარებელს. შეძლებს ვერა ძალიან გაუჭირდათ. სამაგიეროდ რა ლამაზი ჟესტია, მადრიდში, ესპანეთში, ხანში შესული მატრონები, 20 ჯერ მოვიდნენ ჩემს სანახავად, 20 ჯერ. 20 ჯერ შეუძლებელია. რატო? ყოველკვირას ხომ დაგიან ძირვაზე? ანუ მეც შემეჩვია ამ სისულელეს ხომ გითხარი, რა? სისულელეს პროიოლად ეჩვევა ადამიანი, მაგრამ იცი აი, როგორც კი თეატრს მე ვახლობდი. თეატრს, რომელსაც სახელი მე გავუთქვი. არა, ჩემო ერვე, ჩვენ ერთად გავუთქვით. მადლობ ძირფას. ხო, ისეთი სიცარიელები გძელი. ისეთი სევდა და მე პიესა გესრულე სახეში. არა, არ უნდა მექნა ეგ, არა. ეს ყველაფერი თუნდაც მოქმედებს ჩემზე. არა, მე უნდა გამხიარულდე, უნდა ავიყენოთ ამიხეში. მაინც მშვენიერი ხარ ჩემო ძვირფასო. ლამაზი მშვენიერი, ყოველივით ნორჩი ხომ მართავს ვამბობ ბატონებო. პირდაპირ იას გავხარ. მადლობ, გლადიო. ბრიჯიტ ბარდო, შენთან შედარებით ბებე. და ვერხეთები, ერზასის სვერზე, ჩემი საყოები. რაღაცა ბორდოსთან დაკავშირებული მესმოდა, რა ხდება? არა, ახლა მთავარი პიესა. პიესა. მომეში პიესა. ჩემი სპექტაკლი ესე რომ კარგად მიიღოთ, არასდროს არ ხდებოდა რომ ვიღაცებს ძალიან მოწონთ, ვიღაცებს ძალიან არ მოწონთ, ალბათ ანალოგიური ხდებოდა აქაც, იმიტომ რომ ცოტა არის რაღაცა დღევანდელი დღიდან ამას რო უყურებ, არ ვიცი რამდენად სწორი იყო, იმიტომ რომ რაღაცა ისეთი ნაბიჯები გვინდოდა გადაგვედგა, რომ რაღაცა სტერეოტიპები დააგვერღვია, რომელიც არსებობდა თეატრში, თქვა, მინდოდა რომ ოთარ მეღვინეთხუცესი, რომელიც რაღაცა ჩამოყალიბებული უკვე რა გარკვეული იმიჯი ქონდა, უცებ ბენდენიან რაღაცა ლაველასაც გადაქცეული იყო, რომელიც თავისთავად ეწინააღმდეგებოდა ყველაფერს. ან გივი ჩუგუაშვილი, რომელიც ესე აზროვნებაში იყო ჯაყოს ხიზნებიდან ჯაყო და ესეთი რაღაცნაირი მძლავრი არტისტი, რაღაცნაირი ნაზ ყვითელ ბრჭყვიალებიან არტისტად გადაქცეულიყო. ანუ რაღაცები იყო შიგნით, ხა ზუსტად ესეც აღარ მახსოვს, მაგრამ გვინდოდა რომ რაღაცებს დაგვენგრია თითქოს. საბოლოო ჯამში თვითონ ალბათ ეს შეწინააღმდეგობა ან გაძლევს, ან არ გაძლევს ამის საშუალებას. საბოლოოდ ვიღაცას მოწონს ესეთი რადიკალური ცვლილება, ძალიან დაიძახის რომ ირა კარგია, რომ ესე დაინგრა ეს იმიჯი, ან ვიღაცა იძახის რომ ნუ როგორ გაბედეთ, როგორ შეკადრეთ ახლა ჩამოყალიბებულ აზრს ესეთი ისა და ამიტომაც ახლა რო გითხრათ რომ ერთი აზრის შეფასება იქნებოდა არც არ მგონია რომ ერთი აზრი ესეთი ის ყოფილიყო იყო ორაზროვანი შეფასება როგორც ყველა ჩემს სპექტაკლზე როგორც წესი ჩვენ ყველამ ვიცით რამხელა დრამატული უზარმაზარი დრამატული ნიჭის მსახიობი იყო ბატონი ოთარი და სულ გაინტერესებდა რომ აი როგორ მოახერხებს ამას აბსოლუტურად ისე ითამაშა თითქოს ყოველთვის კომედიას თამაშობდა. აი ძალიან თავისუფლად, ძალიან ბუნებრივად, ძალიან ემოციურად, აი ისეთ რაღაცეებს აკეთებდა სცენაზე, მით უმეტეს მისგან ჩვენ არ ვიყავით ჩვეული, აი კომედია, ესეთ კომედიურ ნიჭს, იმიტომ რომ ჩვენ არ ყავდა ნანახი პროვინციული ამბავის გარდა, მით უმეტეს ნუ ის საკმაოდ ღრმა და ისეთი ძლიერი სპექტაკლია. ისეთ რაღაცეებს აკეთებდა ბატონი ოთარი რა თქმა უნდა, ქალბატონი გურანდაც, ქალბატონი ქეთინო და სულ ყველა. ნუ ბატონი გივი საერთოდ განსხვავებულ ამპლუაში წარმოგვიდგა, ამბობდა რომ რა კარგიაო, სულ ცხენზე ვზივარ, კაცო და კარგია რომ ჩამოვედი ცხენიდან და რაღაცა კაი ესეთი ლაღი როლი მაქვს და ნუ რა ვიცი, ჩვენ აი გაფაციცებით უყურებდი რომ რაღაცა გვესწავლა, რაღაცა გადაგვეღო, რაღაცას მივხვდარიყავით. ოთარი იყო
მაინც ტრაგიკული არტისტი და კომედიაში იშვიათად თამაშობდა ძალიან და ამიტომ ნუ რა ვიცი მე მგონი რომ ძალიან კარგი იყო. ისეთი კარგი, ისეთი კაი სცენები გქონდა, გაუთავებელი ჩხუბის ერთმანეთთან და გავარდნის სცენიდან. აი ვიჩხუბებდით და გავარდებოდით. აი ეს იყო არაჩვეულებრივი. რო გითხრათ რომ ისეთი განსაკუთრებული როლი არ მქონია მაგ სპექტაკლში, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ვისთან ვიმუშავებდი, რა ხალხთან ვიმუშავებდი, ვისთან მომიწევდა ურთიერთობა და ყოველთვის ის არის ჩემთვის საინტერესო, რა ატმოსფეროში ვიმყოფები. და ეს ბუნებრივი ატმოსფერო განსაკუთრებული იყო და კარგი იყო, თუმცა ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა თითოეული მსახიობისგან, რომლებიც ამ სპექტაკლში თამაშობდა. ნუ ბატონო თარმეღვინე თუ ხუცესზე არაფერს არ ვამბობ, იმიტომ რომ ის ადამიანი იყო და მსახიობი იყო ისეთი, რომ თითოეულ მის რეპეტიციას ჩემთვის ძალიან მნიშვნელობა ჰქონდა. მნიშვნელოვანი იყო. და მისგან ძალიან ბევრ რამეს თუ არ ვიცი ამას ახლა სწავლობდით, ამის თქმა მინდა და ვეცნობოდი თუ როგორ უნდა იმუშაოს ადამიანმა სხვადასხვა როლზე, განსხვავებულ როლზე. გივი იყოს ჩუგვაშვილი თამაშობდა ჩემ ყოფილ ქმარს. ნუ ძალიან სასაცილო იყო. სიმღერით შემოდიოდა, მღეროდა. ისეთი სასაცილო, ვერ წარმოიდგენთ, კოსტიუმის ისეთი ქონდა, აი რატომღაც ეს ჩამრჩა. ძალიან სასაცილო თეცვა. და ძალიან აი ყველაფერს აქცევდა ყურადღებას დოიაშვილი. ყველაფერს. იმ ცეკვასაც ჩემსაც, აი ამის ცეკვასაც, იმასაც რომ მე მარტო კი არ ვცეკვავდი, ბევრნი ვცეკვავდით. ქეჩნო გეგეშიძეს ვცეკვავდა. ხო და მანანაც, ნუ ყველანი. არა ძალიან ლამაზი სპექტაკლი იყო, ძალიან სასაცილო, ძალიან ლამაზი და ჩვენთვის ძალიან მხიარული. აი გივი ჩუგვაშვილი, რომელიც თამაშობდა, აი ეს კომიკურ პერსონაჟს, მე თამაშობდა ჯაყოს. აი ეს არის სულ სხვა. თითოს კრომზე ორ რომ არ მენახა ჟულიეტა შარის მუხლებზე მოუწევდა ჟანგები. გენერალური რეპეტიციის დროს ავტორი თუ ერთ ისტერიკას აწყობს, გაბრიელა ვარ, სადაც ერთსაც გაპრი. ფრანსუაზა, კერავთან თუ არ წახვალ თუ კაბოთ დარჩები. რა უშავთ, ჩემი ცოლი ერთმოქმედებიანს თამაშობს, მართალია ეს ის არ არის, რასაც ოცნებობდა, მაგრამ თამაშობს და ამიტომ ყველა შეგვესწრა. კრისტიან! თითქმის შეგვესწრა. კრისტიან! სად არის კრისტიანი? შეხედეთ პერთხის მაგივრად რა მომცა. ვიღაცას ვერ იგის მე ეგორება, რომ ხელში ფანქარი მიჭირავს. ჩემო ძვირფასო, ჩემთვის აუცილებელია მოგნობოდი საგნივთიერ ძალაუფლებას. თეატრში მთავარია საგნების სიმბოლიკა, ჩემო კარგებო. რატომ გარბის ყველა? თუ არ გაინტერესებთ ჩემი ლაპარაკი მითხარით. უნდა ჩაუღრმავ და ჩაასწვდე შემოქმედებით ფესვებს. ეს კი არ არის არაინტერესებს ამ გაუბედურებულ თეატრში. კრისტიან! რა არის ნიკოლ, რატომ ხელა პრემიერის წინ, რატომ? კრისტიან! იცი რატომ ხება? გენერალური წინ უფლებრობერი მეუბნება. 2 ტონით ბაღლა ითამაშე პიესა შენ მიყავ. სორია. კი, მაგრამ ერვე მეუბნება 2 ტონით დაბლა ითამაშე პიესა თვითონ წაგიყვანო. ეგეც სორია.
მაგრამ ვერ გავიგე მე მიყავს თუ მას მიყავარ თუ საერთოდ ვარ საერთოდ. მაჩვენე ვიკონი, მაჩვენე და მიდი დადაკი და მაჩვენე. არა, უბრალოდ. გაიარე უბრალოდ. იგი გაიარე კიდე უფრო უბრალოდ. კრისტიან, ზოგიერთი ფრაზის წარმოთქვა ტექნიკურად მიჭირს. მაგალითად? აი მაგალითად. წყლები აწყალდნენ. ძულები მორწყეს. მეწყერი მწყრალად გაუწყა წყაროს წყნარად. წვიადი გაწყალდა წყალთან. ვერაფერი ვერ გავიგე. დადაკი. წყლები აწყალდნენ, წყლები მორწყეს, ესე იგი ნუთხოვულობო წყალს. მეწყერი მწყრალად გაუწყრა წყაროს, ესე იგი ეს გასაგებია. წყოდიადი გაწყინილდა წყალთან, ეს უკვე ავტორის სიტყვებია. გასაგებია. ელექტროენი! რობერტ, შემოსაფარებო. სამი ამერიკელი დავხატიჟებ, გავლით არიან პარიზში, ხოლო დღეს შეუძლიათ მოსვლა. აბა შენ იცი კარგ ადგილებზე დასვი. სადავსმა, თითო ადგილზე ვადის ორ-ორი მოსაწვევია. ძალიან კარგი სპეციალური ხალხი იქნება. მაჩვენე, აბა აი, აქედან ხედავ. აი ძუგრილე. აი თუ მესიქცარ სამიხსენი. რა უნდა ძუგრილე სამამათიე. აი რა უნდა ძუგრილეს. ფრანსუა ზაბატოს მამა შენი მოსავლის. ძალიან კარგი. მაგრამ რა უცილებელი პირველ რიგში წამოწვა. რა უცილებელი? იმიტომ რომ ყურსათია. კანდარაზე დასვი გადასარევად გაიგონებს. გაიგონებს, მაგრამ ვერ დაინახავს. ვერ დაინახავს? როგორ ესე იგი ბრმა, ყრუ. რა უნდა მაგას? როგორ ესე იგი ბრმა, ყრუ, რა უნდა მაგას? არა, ყველაფერი ჩემი გადასაწყვეტია. რობერ, შენი აზრი მაინტერესებს გუშინდელ ჩასმულ რეპეტიციაზე. შეგიძლია სიმართლე მითხრა, ოღონდ გაბრიელი. ღმერთოჩე. პატარა ბიჭო, ჩემო საზიზგარო. მოდი, ჩქარა, დაიწყე ლაპარაკი. გისმე. არც კლიჩი როგორ პიესაზე. არის ადგილები, სადაც მოქმედება ნელდება. ალაგ-ალაგ გაჭიანება. ადიახ, განსაკუთრებით პირველი მოქმედების ბოლოს. არა, მეორეს დასაწყისში. ახლა თქვენ იდგით მესამის შუაში. არა, ჩემოსაყვარელო, ხომ გახსოვს? მე გთხოვე, აი ფარდისაწების თანავე, მარტო მდგარიყავი სცენაზე. გავჭრილიყავი მაყურებლისაკენ და მიმემართა სოფიი დემარეცის მსგავსად მშვიდობით სიფრთხილეში. დიახ. მესმის რომ ყველაფერი ეს ძალიან გვიან არის. დიახ. არა, როგორ მინდოდა მესიჯა. დიახ. რა გიახდიო, თქვენ გამოშტები? დიახ. არა, თუ თქვენ ჩემი ლაპარაკის მოსმენა არ გსურთ, მე შემიძლია გიმღეროთ. პიესაში არის ასეთი პატარა რეპლიკა, რომელმაც ჩემი ყურადღება დაიმსახურა.
რა ჯობია, აქედან ამ ხელზე გადმოგარ. თუ არა, ჯობია იცი, აი იქნება, აი აქეთ დაადგე და ამ ხელზე გადმოგარ. არა. არა, ჯობია საერთოდ მოვიხსნა და შენ მაჩვენე როგორ უნდა გავაკეთო. აი შენი იმედი მაქვს უფრო. აბა დაიჭი საყვარელო. გაკეცავ, გადაატრიალებ და გაზაიდე. ყველაფერი იცის. გაკეცავ, გადაატრიალებ და გადაიდე. აი, ცოტათი მაინც გასხავდება პალაჩინისაგან დამტოვეთ. ისმენ არა? ყველაზე ძნელი? ხო? ნოტრ-დამის სცენაში. ნოტრ-დამის სცენა. კიბეზე რომ ჩამოდიხარ. მესმის? გვირგვინის კურთხევის. გასაგებია? აი შემოდიხარ. ხო. დაიწყება ფანფარები. მერე შედის ორღანი. ორღანი და ბოლოში გუნდი, ქალების გუნდი, ალილუია, ფანფარები, ორღანი, ალილუია, ფანფარები, ორღანი, ფანფარები, ალილუია, პატარა ზარები, დიდი ზარები. გაკეცავ, გადაატრიალებ და გადაიგდე. ერვე, რა ლამაზი ხარ. არა, ლამაზი არა ვარ, მაგრამ რაღაც არის შენ. არა, რა მომხიბლავი. მაგრამ ისე რა კვაზიმოდოს არ გავაკეთებ, არა ესეთიურია. არა მოდი ერვე რა უნდა გითხრა იცი. აი მე შენზე გიჟდება ის გოგო, გიჟდება. გაგიჟდი? მოდი, მე უნდა გითხრა ეს. შენ არ უნდა გითხრა. რომ იცოდე რა მითხრა შენზე. მაინც მითხარი. არა, სიტყვაზე უნდა დავიჯერო. ხომ იცი მაგ დროს ყველა ქალი ერდა იგივეს ლაპარაკობს. მაინც ყურსია მე ბა. არა, იცი დედასავით მომენტო. ხო, ახლა მართალია მაინც ახლა წლებით დედაც სრულებით არ ვეკუთვნი მას, მაგრამ რატომ შენი შვილი ხომ მასზე უფროსია? რამდენჯერ უნდა გითხრა რომ ჩემი შვილი ვაჟია. არა, ნუ შენ მაგას ვერასდროს ვერ გაიგებ. მოგლეთ იცი რა? სულ მელაპარაკება შენზე. თან ყველაფერს არ ამბობს. ეს მიდი, ეს მოსედა. უსასო გამედება სპილჟანტეობა. მე არა, ეს ხუდი არ უნდა დამეხურა, როგორ მაფხელებს. საით, აქეთ, თვალები, სარკეო, გულისო. არა, იცი რა, მე სულ ვფიქრობდი, ბევრი ვიფიქრე იმაზე, აი რატომ უყვარხარ ასე ძალიან. და დღეს მივხვდი, მოდი დაჭიქ საყვარელო. დღეს მას ხომ არავინ არ აკავს, არ დედა, არც მამა, არც ბები, არც ბაბუ, არ დაჭიქი აქეთ. აქეთ იცი, ობოლია სრულიად და მისთვის შენ ხარ ყველაფერი და უფრო სწორად მამა. კმარი. კმარი, ასე სრულიად რას ლაპარაკობ? მამა. კმარი. მამა, ოჩაგინერგო თავში. მამა, ამაში გამოყო სცენაზე. ამ სცენაზე დაუწყებ თელ დარბას, ფრანსუაზას და პიერის ქორწინებას. აი, საით გადაღუნე. საით. რომ გამოაცხადო და არა სხვა რამ? სხვა რამ რა, ჩემო სიხარულო რა. კეთილი. და მაგამ გამოაცხადებ ფრანსუაზას და პიერის ქორწინებას და კიდევ იმას, რომ შენ მალე ბებია გახდა. ბები არა, თუ საკაფტები. არა, მე უღოთ ბები არა და რაც კიდევ გაგ. ბები კოხო. არა, ბები მოარესია, ბები. არა, ბები, ვაიმე რა სასწრაფა. ვაიმე გუშინ არ იყო პიერი რომ მოგლიჯე ზუზუზა. გუშინ არ იყო და საერთოდ გახსოვს, ეხლა არ იყო რომ თამაშობდით. შენ თოლის მამუ აიყავი. ბედერე პიერი იყო და მე ყუიდღელი. მე რაღაცა ვიყავი, რა ვიყავი? მგელი. აი, ხედა, ეს თოლის მამუ, ეს კულა, მე მგელი. კარგი დაინაცინეთ, არა? გახსოვს? მე ბავშვი გესროლე, მე შენ მესროლე, მე შენ გესროლე ბავშვი, მე შენ მესროლე, მე გესროლე და შენ ვერ დაიჭირე და თავი
გააგდო ბავშვი, იმან პასუხი არ გოცა. არა, პიერ, როგორი ეგოისტი ბავშვი გავზარდე, როგორი ეგოისტი. შენ დღესვე ეტყვი მას, რომ არავით არის ქორწინება, არავით არის შეუძლებელია. მორჩა და გათავდა. მოვდივარ, ახლავე. ეძახის ვინმე? არა, ელრი, არავინ არ მეძახის საუბედუროდ, მაგრამ სასლა რომ მინდა, ყოველთვის აი ასე ვაკეთო. მოვდივარ, ახლავე. განსაკუთრებულად მახსენდება ბატონო თართა მუშაობა. მე ვთამაშობდი ახალგაზრდა მსახიობის როლი მქონდა ფრანსუაზა ვატო, რომელიც ესე იგი ცდილობს რომ მოხვდეს თეატრში და არც თუ ისე პატიოსანი გზით, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ რომანს აბავს ახალგაზრდა ბიჭთან, რეჟისორის და სამხატვრო ხელმძღვანელის და მე თვითონ ამ სამხატვრო რეჟისორს ეარში ღება. და რეპეტიციები იყო საოცარი, იმიტომ რომ ბატონი ოთარი იყო ძალიან მორიდებული ადამიანი, საშინლად და საშინლად განიცდიდა, ისე წითლდებოდა, სულ ამბობდა რომ როგორ ჩემი ბაჩულას ხელა, რას ნიშნავს უნდა ფლირტი, ну რაღაც პატარა ფლირტი იყო და ამაში იყო ისეთი რაღაცნაირი ბავშვურიც და საოცრად სუფთა. და მე სულ ამშვიდებდი რომ არა უშავს ბატონო ოთარ და წულაძე რა სიტყვის კაცო რა რას ნიშნავს მე თვითონ ესეთი ეჭვიანი ვიყავი მთელი ცხოვრება და ეხლა უცებ მე უნდა გაგიარშიყო და რაღაც სცენა იყო ვითომ კოცნი და ნუ ესე იგი ამაზე აი ესე მართლა ფოთლავ და სუწითელი იყო და აი შორიდან აი ესე სახეს ატრიალებდა რომ ვითომ კოცნის და მართლა ამაში იყო ეს გაკვირვებული უყურებდი რომ აი ამ ხელა მსახიობი ამ ხელა მართლა მასშტაბის და ამ ხელა რაღაცა მართლა ნამდვილი ვარსკვლავი და უცებ პატარა ბიჭივითერიდება და რაღაცნაირად წიწლდება და ეუხერხულება და სუბოდიშებს იხდიდა და იყო მართლა საოცარი ამ თავისი საოცარი ცისფერი თვალებით და საოცარი მართლა ხარიზმით ადამიანი. კომფორტული იყო მუშაობა, ძალიან კომფორტული იყო. მე მახსენდება განსაკუთრებულად ერთი დღე, როდესაც ბატონი ოთარი და ქალბატონი გურამდა ელოდებოდნენ შვილიშვილს. ბაჩულა იყო ფეხმძიმე და უკვე წაყვანილი იყო სამშობიაროში. და არის სპექტაკლი. ეხლა წარმოიდგინეთ ბატონი ოთარის მდგომარეობა. ხო ყველა რა თქმა უნდა ძალიან ნერვიულობდით ქალბატონი გურანდას ნერვიულობა, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ შეთხოვია სპექტაკლს. და იქ იყო ესეთი მომენტი, მსახიობი ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი უეცრად დაფეხმძიმდა და ფიქრობს ახლა ბატონი ოთარის გმირი რომ როგორ გაამართლოს რომ რატო შეიძლება ეს პერსონაჟი იყოს გმირი და ბატონი ოთარის მეუღლეს ანუ ბატონი ოთარის პერსონაჟის მეუღლეს აქვს ეჭვი რომ შეიძლება მისგან არის ეს ბავშვი და ნუ აი ანუ ბავშვის თემა არის აი ზუსტად მახსოვს ყველანი თითქმის დგავართ სცენაზე და უცებ ქალბატონი ქეთევანი შემორბის და ერვე ერქვა ბატონი ოთარის პერსონაჟს. ერვე ბიჭი ყვირის. სეგი შეეძინა შვილიშვილი. ნუ აი რა ვიცი როგორ აღწერო ბატონი ოთარის მდგომარეობა. არ ვიცი შეიძლება მაყურებლის რაღაც ნაწილმა ეს იცოდა, შეიძლება ახლობლები იყვნენ დარბაზში. ატყდა ისეთი ტაში ბატონი ოთარის ცრემლები წამოვიდა. ქალბატონი გურანდა საერთოდ რა ვიცი აი ისეთი ემოციური რეაქცია ქონდა. თან ეს ყველაფერი ძალიან ჩაჯდა აი იმ სცენაში. მაშინ მქონდა ესეთი სუბუქი ტვინი შერყევა. ხო და ნუ ოთარი მიცოდა ხოლმე პერიოდულად ესე რომ აი თუ გზნობდა რომ იქიდან არაფერი არ მოდის პარტნიორისგან რა რატომღაც მე ესე მგონია კი არ მიკითხავს ახლა მისთვის არ გიყურებდა რა მაგრამ თუ შეამჩნევდა რომ მოდის ის რასაც კითხავს და პასუხი ხო უნდა მიიღო რა და თუ სხვაგან ახარებს საერთოდ ისიც ფუჭდება რა ვეღარ მუშაობს მსახიობი და ისეთი ის ქონდა რა ხო და ამ პრინის შერყევაზე რომ თქვიტեղან რაღაც ტექსტი იყო, აღარ მახსოვს ახლა დიდი ხანი გავიდეთ 16 წელი იმის და თავში ესე მოფერებით კი თავში ესე მას შვებოდა რა. ხო და გავბრაზდი კაიგე. თავში რა უნდა, არც იმაშია მიზანსცენა, არც ის არც და ჩუმად უთხარი. ბატონო ოთარ მე უთხარი. ტვინი შერყევა, მაგრამ თუ შეიძლება მე უთხარი, ნუ გამიგეთებთ მაგას. არ დამეწყვია რა ეს რაღაც. გავიარეთ ახლა მეორედ რეპეტიცია და რომ წამოიღო ეს ხელი ეს ბუშტი რა უფრო სწორად. აი აქ პირდაპირ. და
გაახსენდა ეტყობა და შუამაში გააჩერა და ესე მომეფერა რა. ეს საოცრად თბილი ადამიანი იყო რა, საოცრად თბილი ხო, აი გარეგნულად ეხლა რაღაც, მაგრამ აი ახლა მე და მე რამოდენიმე სპექტაკლში კიდე ვიყავი მასთან ერთად რა, იქ წიგნი იქ და აი უკვე სხვანაირი ადამიანი დავინახე მე ჩემთვის და უკვე ისეთი სასიამოვნო იყო აი ესეთ ადამიანთან, ესეთ მსახიობთან ურთიერთობა. ნუ აი როგორ გითხრა, ბედნიერი ვიყავი რა. ჩვენ ყველა წავალთ ერვესთან და ვეთქვით, რომ შენ თანახმახარ გახდე მისი ცოლი. რა? არ გადარჩენა. არა ვერ ხვდებით არა, რომ უკან დასახებ გზას ვუჭრით. ის შეშიდება და უარსიტყვის განზრახვაზე. ჩვენ კი მას გავამაიმუნე. წამება იქნება. რა ბრძანეთ? რა იქნება? წამება. რატო საფანერო? მოდი, გაყვები მას ცოლად, გაუმწარებ სიცოცხლეს. ჩვენ კი გავიხარებთ. რომ არ შეშინდეს და უარი არ თქვას. მე რა მოხდა? ხო, გაყვები ცოლად, ორი წელი რა არის, ორი წელი ისე გაივლის, გაიფრე. კი, მაგრამ მეც ხომ გამიმწარდება სიცოცხლე. აი შენ არა, იმიტომ რომ მამაკაცი ხარ და ყველაფერი ადრე გავიწყდებათ. ყველა მამაკაცი არა მზადა. მართალი ყველა მამაკაცი, ჰა? პირველი შენ. წადი მამას დაუძახე, წადი. ნუ თუ არ ფიქრობ, რომ ახალგაზრდების ბედთან თამაში არ შეიძლება. ერბე, როგორ მინდა გაგიო. სად იპოვეს ნაძვის ის სათამაშო? შენ ფიქრობ, რომ მე აი ამ ყველას თამაშობ და ვერთობი? ჰა? შენ ასე ფიქრობ? არა თქვენ ყველანი ასე ფიქრობთ მე? არა. ნუ რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე დროს რაღაცა წვეთი გართობის არის. ჩემთან ჩქარა. დადი ის ჩქარა. მოდი ჩემთან. აი აქ, დადი ჩქარა. ხო, მოდი აქ ერვე. ერვე. შენ წახვალ ერვესთან. ხოლმე ჩემი. მიხარდა, დაგები ასე. დაგიგება. ხა, მიყურე. და თვალე. ხა. ომერ აღდავითერი სული ამაქვს რომ მიყავდეთ, მაგრამ ეს ჩემი სესტომა. აი ესე დუქა მოვალი ხა სიყვარულზე მოხალაკე ოდეც, მაგრამ ეს მისი სესტომა იყო. მე მაგ სესტომას არ გავიმეორებ. მიუხედავად მთელი ჩემი სიზუვილისა, მე ვქნები უმენა გეფიცები კარიერა უპირობოდ ყოვლისა. მე ვიქნები უსესანიშნავესი მეუღლე და რაღაცა წარმოუდგენელი კოდები. აბა მე ხომ დაგიბედი, ჩახლაპე. არა, მე აი ესე ვერ შეძლებ. არა, ნახეთ რა თავხედია. აი ესე ვიღა შეძლებს. აღარავინ არ დარჩა. მოდი აქ მოიპარები ჩემთან, ჩქარა. აი აქ იწყება შენი საგვირგვინო არის. თავიდან გარეგნულად პატიოსნესი, შიგნიდან გარყვნილი. ავანგარდული, ახალგაზრდული, სარდაფის თეატრი. ერბე. რა ვქნა? მე ვერ გავხდი შენი სიყვარულის ღირსი. შენ თითქმის გენიოსი ხარ. შენ მთლიანად გენიოსი. როგორც ვეთი წყალი, ხვიტავს ხო. რა მოსიტყვია? ერვე მითხრა ამერიკაში რომ იყო. ერვე მამას ბრილიანტები მე ბიჟუტერია. რა თქმა უნდა, რა ხმარი, ყოფილი საყვარე. როგორც წეთი წყალი ხვიტავს, ქვაზე გამიფრიდები. თვინია. გული! არამზადა! ნაცირა! კარგია, გაბრიელა, კარგია. სმადავი! გაბრიელა. სმადავი. კარგი. დავიდან მე
მე მივეჩვიე. ალკოგოლია ჩემი პირველი ხმა. მეორე ხმარიც აღმოჩნდა. ნარკოტიკა. და მესამე ხმარიც. ქალები. გაიციეთ, ნახე როგორ მიიღურებს ვარდისფერი პინგვინი. არა, მას არა აქვს უფლება რომ იყუროს. არა, მოიშვენე ჩემო ჯვრის პასო შიფტერმა დაისვენა. ჩემ ხელში ვაიმე. აბარა ჩემ ხელში უნდა დაისვენო Piscina Virginia Woolf. Piscina Virginia Woolf. Piscina Virginia Woolf. შეგვიძლია აი კულისებიდან ყურება სპექტაკლის რა. ზოგ შეუძლია ზოგს არა. აი მაგ სპექტაკლზე ესე იგი როგორც კი თავისუფალი ვიყავი, იყო ჩემთვის საყვარელი ადგილები და ვიყურებდი რა. ისეთ სიამოვნებას ვხებულობდი. ერთ-ერთი მე მგონი კარგი სპექტაკლი იყო ამ დოიაშვილის უკეთესებიც აქვს, მაგრამ ერთ-ერთი კარგი იყო. ვინც კი მართლა ბავშვობიდან მიყვარდა სცენიდან როგორც მაყურებელს ყველასთან მომიწია შეხება და მართლა ძალიან კარგი იყო და დიდი გამოცდილება იყო, იმიტომ რომ ნუ აი ვინც კი ვიცით და არ ვიცით გაბატონ გურან და კეთინო ბატონ ლეო ნუ მოგე ჩამოთვლას იცით ამდენი მართლა ვარსკვლავი თამაშობდა და აი ყველასთან გონდა შეხება და მაშინ ვიყავი უფრო ახალგაზრდა და ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება. სიამოვნებით ვიმუშავე და აი თუ შეიძლება ითქვას, ჩემი აი ფიზიკური და მორალური მხარე, აი რო იტყვიან ოფლი და სისხლიო, აი ეს ჩავდე ამ როლში. ცოტა ფორმაში აღარ ვიყავი, ნაოპერაციები ვიყავი რაღაცა, მაგრამ აი ყოველნაირად ვცდილობდი რომ ამ ახალგაზრდა თაობის მიმართ და თვითონ დათოს მიმართ რაღაცა პასუხისმგებლობა მქონდა, იცით? არ ყოფილა ისე რომ მე აი ან დამეზარა, ან რაღაცას ენერგიის მხრივ ისე საშუალოდ გამელო რეპეტიცია. აი ყოველთვის ვცდილობდი რომ ვყოფილიყავი მობილიზებული. სპექტაკლები ძალიან ბევრი მითამაშია თეატრში, როცა მოვედი 93 წელს, იქიდან აქამდე მოყოლებული ძალიან ბევრი წლები გავიდა და ამას წინათ თვლიდი და საერთოდ ჯამში ჩემ ცხოვრებაში ერთი 50-მდე სპექტაკლი მაინც მაქვს, ანუ როლი ნახე მეორე ხარისხოვანი თუ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ნუ სცენაზე 50 როლში და 50 სპექტაკლში ვიყავი. და რომ მკითხოთ რამოდენიმე სპექტაკლი, თქვათ, რომელს გაიხსენებდით და რომელი დაგამახსოვრდათ, ხო?
ერთ-ერთი სპექტაკლი ესეც გახლავთ, მაყურებლის სამის ნახვა აკრძალულია, იმიტომ რომ მას თავისი მიუხედავად იმისა, როლი ესეთი არ იყო, მას თავისი ხიბლი ჰქონდა, იმიტომ რომ მე აღვნიშნე კიდევაც ესეთ ადამიანებთან მიწევდა ურთიერთობა, თუნდაც სცენის მიღმა პულისებში. მე მინდა მართლა ყველა არტისტს, ვინც ამ სპექტაკლში მუშაობდა, მართლა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ ძალიან იშვიათად ხდება და ეს განსაკუთრებით აქ მარჯანიშვილის თეატრს, რომ ესეთ პატარა ადამიანს უცხადებენ ესეთ დიდ ნდობის ლიმიტს აძლევენ, რომ შეგიძლია ჩვენთან ერთად რაღაცა გააკეთო. ჩემთვის მაშინ ეს ძალიან დიდი ბედნიერება იყო და ეხლაც დიდი ბედნიერებაა და მადლობა მათ ამ ნდობისთვის, რომელიც მათ გამომიცხადეს. შემგონია შეგეხვეწები? სცენაზე რომ დაბრუნდე. არც იფიქრო. ღამაკლია მოიჭრა თავი მთელი პარიზის წინაშე. დიდი ამბავი. ერთით მეტი თუ ერთით ნაკლები ჩავარდნა გექნება. 7 წლის წინათ გამხავისუფდი ამ კაცისგან. აი რა შემიძურა ამისთანა თავში, რომ დავთანხმდი მეთამაშე ამ მოდიდან გასულ პიესაში, როდესაც არსებობენ ბიედუ, პინტერი, იონესკო. და მომეწია სუზანა ფლონი, ნიკოლ კურცელი, რინა კეტი, ვინც არ უნდა ყოფილიყო, მონტესკუ და პრეფილი პრიმა არ ამეყვანა, რომელსაც გონია რომ კარგი ტანი აქვს, იმიტომ რომ სარგადაყლაპული ვიდანის. თვითონ ჟან პოლ სარტრი მეხვეწებოდა. აღვადგინოთ დახურულ კარს მიღმა. საწყალმა თავი არ მოიკლა უარი რომ უთხარი. ჟიროდუც მეხვეწებოდა. შორის ეგ უკვე მოკვდა. პატარა რომ ვიყავი ჟიროდუ ჟურის თავმჯდომარეობდა და პრემიებს არიგებდა. ჩამისვა კალთაში, მე ლაფონტეს ვკითხულობდი. მომეფერა, თავზე გადამისვა ხელი და მითხრა, შენ უნდა ითამაშო ალკმენე. ჟურნალისტებისათვის ეგ ამბავი, მე მოვიგონე თავს ნოისულელებ. როგორ გაიფურჩქნა ჩემი ტალანტი ამ 7 წლის მანძილზე. აღტაცებული ვარ, აღტაცებული. საუკეთესო როლის შესრულებისათვის ოსკარი მივიღე. მობეჟის ფესტივალზე რატომ? შეუდარებლად ვითამაშე ანტიგონე. გლოვის ნიშნად ანუ იმ ულვაშები მოიპარსა. აი შენ რას აკეთებდი ამ 7 წლის მანძილზე, ა? 70 წლის დრამატურგი უფრო და უფრო ეფლობოდი გულგრილობის ჭაობში. 70 წლის რაღაც ვერა ხარ კარგად, ერთი თვის წინ გადავიხადე 60 წლის თავი ლონდონში. მართალია? კურსების სხვაობა ლონდონში 70 იძლევა. რატომ რა ჯანდაბა თავიყვანე ეს ქალბატონი, რომელსაც გონია რომ კარგი ხმა აქვს, იმიტომ რომ მისი სიტყვა მესამე რიგში გიტარისტის, რომელსაც გონია რომ კარგი მეტყველება აქვს, იმიტომ რომ თს წარმოთქმის დროს სისინებს. მე არა, თვითონ არის ის რას ბოდავს. ეხლა როგორ წარმოგიდგენეთ, როგორ შეიძლება სისინი თს წარმოთქმის დროს. ეხლა მეც არ მესმის, როგორ შეიძლება ამის გაკეთება, მხოლოდ შენ შეგიძლია. აი ხმის ოპერატორები რადიოში თავს იკლავენ, როგორ მე არ ჩაწერონ, შენი თუ. როგორ მე ვამბობ თს, მაგრამ სს. აი ვამბობ ეხლა და ესმის ხალხს. თ და ს. თ და სად არის ახლა ს თ თ ს თქვი ეს როდესაც სცენაზე გადიხარ გავიწყდე და შენი ჩეულება ამოდის ზევით ამოტივტივდე დიახ შტამპე დიახ ყველა ბგერა ბაგებით წარმოიქმნეს მარცხენა ფეხი დაწერილ ტექსტს მხოლოდ ბაგებით ნოლით ნერვიულობის ბრატ. იქნება რაიმეს ვერ ჩასვდი სახეს.
გადი ძვირფას. ძვირფას გადი. შენ გასვლამდე 20 წუთით ადრე ჩავფლობდი და ეს მაშინ მოხდა ფარდა რომ აიწია. არსებობს ზუსტი ნიშნები. 13 წუთზე მაყურებელის სკამებზე აწრიალდა. ხოლო როდესაც პიესა დაგიპყრობს, საკუთარ უკანალსაც ვეღარ ბრძნო. აი მე მითხარი სიმართლე იღავი მოლარესთან არ გითხო, გაბი, ვიყავი. აი მე რა სიკვდილი ვინათ? რას ვიდრს გზობს? კაპიშონი. ვაიმე კაპიშონი დროის მაგას რა აღარ. ორჯერ მეტი დრო უნდა. როცა მონარებიც რომ წარმატება ორ რიგზე მეწყობე არ მოგზო. ასე დაიწყებს სვიტრის ქსოვას თანაც კაპიშონით. ვაიმე როგორ დავიღუმე ნაღარასი ჩუმია. არავიდან სიცილის მსგავსი რა იყო რა ჰამლეტს უყურე რა იყო ხდარები დროის იღარ რა იყო რა ვაიმე დავიღუმე რა საშინელება ჩავარდნა კატასტროფა არაფერს გაგონებს არაბეთის მეფის ასული 9 საათსა და 5 წუთზე დავწმუნდით რომ ჩავფლავდით 9 საათსა და 20 წუთზე მონარებს ლოგინის გადასაბაროვის მოხსოვა დაიწყო ჩემი აპლოდისმენტები დაველოდო